მშვენიერ შაბათდილას ვიწყებთ glow-ups. დაგვეცენდა, მგონი ქარია დღესაც გარეთ. ამ ჭაღის ისტორია არ ვიცი მოგიყევით, მაგრამ მე მგონი ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ დიდი როცა ვიყიდე, იმისთვის რომ ნატურად ამემალა იქ. ძალიან დიდი იყო და იმ კუთხეში არ ეტეოდა და ცოტა ის იყო რა, მოჭმუჭნული. და მე რო ვიყიდე პატარა, რომელიც ასევე ბოლომდე არ ეტევა. არ ჩანს კარგად. და ეს დიდი არ ვიცი სადღაც წამიღო ესეთი ნატურა არ არ მაქვს რომ ჩავმეკიდა მეორე ხო და ქვევით დაუმაგრე. მე ვფიქრობდი რომ კიდე ესეთ პატარას ვყიდი მეთქი მესამესაც ჩამოვკიდებთ ხო იქ, მაგრამ დევიდი ამბობდა რომ კიდე უფრო დიდი იყიდეო ერთიო და აი აქ დაკიდე. ეგეთი დიდი ვეღარ ვნახე რომ დამეცინა ჩემი თავისთვის, ასე რომ დავრჩით ორზე ჯერჯერობით. არის საუკეთესო გამოგონება გეფიცებით ესეთი რაღაც არ ვიცი, იმიტომ რომ ფანჩრებს და ჩამოსაკიდი ბადეები აღარ მჭირდება, იმიტომ რომ ამას გადაიფარებ პირდაპირ, რაც შეიძლება დიდი უნდა იყიდე, რომ საწოლს ეყოს და კარგად დაფაროს ყველაფერი და კოღოები და პატარა რაღაცები ვეღარ აღწევენ და გძინავს ძალიან კარგად. საუკეთესო გამოგონება. ზევით ჩამოსაკიდი არაფერი არ იყო და ვუყიდე პატარა კაუჭივით, რომელიც კედელზე მივაკარი და ჩამოვკიდა. და არც მომიხსნია იმის მერე. საიდან დავიწყო არც ვიცი, რამდენი რაღაცა მაქვს მოსაყოლი. ჩვეულებრივი ყოველდღიური რაღაცებიდან დავიწყო და მე თანდათან დაგაწევს და მოგიყვებით რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მშიოდა დღეს რომ გავიღვიძე. 12 საათზე მაქვს hit კლასი, რომელიც არის ძალიან ისეთი მაღალი ინტენსივობის, სუხტუნაობა, სიმძიმების აწევა კლასია 50 წუთიანი და ძალები გვჭირდება. ყოველთვის არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ დილით სანამ ყავას დავრო, ყავა კი ძალიან მიყვარს უსმოზე, მაგრამ ვიცი რომ ძალიან ცუდია. განსაკუთრებით თუ ესეთი ჩვეულებრივი რძით არ სვავ და სვავ თქვათ შრის რძითან რაღაც. ვცდილობ რომ როცა შემიძლია ჯერ ვისაუზმო წყალი დავლიო, თბილი წყალი. აღარ ვიკეთებ ხოლმე ჩაის, მარტო თბილ წყალს სვავ. დედაჩემის ინსპირაციით და ძალიან შევეჩვიე სხვათა შორის და ძალიან მომწონს ამ ზამთარში. პირველი საკვები რაც არის დღის, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღის განმავლობაში მაგ საკვებს, იმიტომ რომ ორგანიზმს აწყობ მაგ დღისთვის. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ ტკბილი რაღაცები არ მივიღო საუზმეზე. მაინც რაღაცა მინდა ვთქვათ, ხილი შეიძლება არ მოცვიან რაღაც, მაგრამ ზოგადად ვცდილობ ხოლმე რომ ცილით და ცხიმით მდიდარი საკვები მივიღო დილით, რომ დიდი ხანი გამოყვეს, მაგრამ და აღარ მშიოდეს დღის განმავლობაში. ამსტერდამში ხომ მქონდა ორი პილოტეს სტუდია, რომელიც ძალიან მიყვარდა და სულ დავდიოდი ხოლმე. ისე გული მწყდება, რომ აქ მსგავსი ვერაფერი ვერ ვიშავე. აუ ხოლგა უნდა წამომეღო. ძალიან ცუდი ამინდია. ძალიან ცივა, წვიმს, ქარია. Severance არის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი ბოლო პერიოდში, რაც მინახავს და მეორე სეზონი გამოვიდა ეხლა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ყველა სერიას დავაცდი, მეთქი როცა გამოვა და მე ვუყურებთ ხო. მაგრამ ვერ მოვითმინე და გუშინ 3 სერია ვნახე უკვე. ესეც ჩვენი უტრეხტი. როგორი მშვენიერი დღეა. Hi, meet you I class Dea. Your name? Dea. Thank you. Warm welcome to you. Last one, on the last one.
ჩვეულებრივი workout სესია მქონდა. ეხლა ჯერ გავიაროთ ყვავილების ბაზრობაზე ვნახოთ აქვთ თუ არა რამე. ყველაფერი როგორი ლამაზია. უნდა გავეცალო აქაურობა სანამ წავიღე ყველაფერი სახლში. წავედით ახლა სუპერმარკეტში. არასდროს გამიკეთებია ქათამი ღუმელში. სულ აკეთებ ხოლმე ქათმის სუპს. ბროკოლით და ყვავილოვანი კომბოსტოთი და რაღაცა poached eggs და რაღაცებს უკეთებ ხოლმე და ესაა ჩემი ისეთი staple სუპი. მაგრამ რადგანაც ახლა ამ ახალ სახლში მაქვს ღუმელი და ბევრ რაღაცას ახლა უკვე ღუმელში ვაკეთებ ხოლმე ძალიან მინდა რომ ცადო როგორი გამომივა. ხო და არც ვიცი როგორ უნდა გავაკეთო. ჯერ რეცეპტი უნდა ვნახო რამე. უნდა დავამარინადო ჯერ, ოღონდ როგორ არ ვიცი, ალბათ იოგურტით. ხო და რეცეპტი მაქვს ანახავი და მე ერთად გავაკეთოთ, ნახოთ როგორი გამოვა. ამას წინათ ზოგადად სულ ხარშავ ხოლმე სუპს რადგანაც ვაკეთებ და არ ვწვავ ქათამს და ამას წინათ ერთხელ შევწვი და ისეთი მშრალი ქათამი გამომივიდა ჩვეულებრივი რეზინივით. ვერაფრით ვერ გამოვასწორე. იგივე შესაძლოა რომ არ გავუმეორო და ღუმელშიც რო არ გამომიშრეს ეს ქათამი. რაღაცნაირად კარგად უნდა გავაკეთო. ქათამი გადავიფიქრე, ქათამს გავაკეთებ ხვალ და დღეს გავიკეთებ სოსისებს ბოსტნეულთან ერთად. 3 სართულზე მტვარს ასრუტით. დასუფთავება საკმაოდ დიდი ხნის ამბავია. მცენარეები მაქვს მოსარწყავი და მე ამ ყველაფრის მერე გადავივლებ და მივხედავ ჩემი თავის გავლამაზებას. ამასობაში გამოცხვა ჩემი ლანჩიც. ესე გამოიყურება ჩემი ლანჩი. მე ძალიან შევყევი. აუქი ხვეწები არ ჩაირთოს. აკრესტი გამწოვია აბაზანაში და ვერაფრით ვაჩერებ. თავისი ირთვება, თავისი თიშება, ვერ ხვდები როდის ირთვება. სევერენსის ერთი სერია ჩავრთე და თურმე ჯერ გამოსული ყოფილა მარტო 4 სერია. და პირდაპირ ამ პარასკევს იქნება მე-5 და დამტოვეს ესე კლდეზე გადმოკიდებული.
რატომ მეგონა რომ მინიმუმ 6 სერია მაინც იყო გამოსული არ ვიცი, მაგრამ ძალიან იმედი გაცხრობებული დავჭი ხა გამოდის რა დღეს საღამოს საყურებელი სევენესი აღარ მექნება. ხო გამოვიზოგავდი თავის დროზე რომ შემემოწმებინა რომ მივაყოლე 3 სერიას რო უყურე გუში. ვარ ფრუსტრირებული, მაგრამ ახლა საქმეზე გადავიდეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში წერდით Instagram-ზე და ხანდახან კომენტარები მომდიოდა ხოლმე. იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად არისო შენთანო და ყველაფერი მშვიდობით არისო და დაგვიბრუნდებია და მოკლედ არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა ესეთი გულშემატკივრობისთვის და რო არ გავიწყდებით და რომ მკითხულობთ თან. მე მგონი ნამეტანი გავქრი ბოლო პერიოდი. მე დავუბრუნდი რეტინოლს, მაგრამ ძალიან ცოტას ვისვამ, ისიც კვირაში ერთხელ. ხო გახსოვთ, შარშანდელი გამოყრის და სკინკი არის ამბავი. ვცდილობ რომ ბევრი რაღაცა არ წავისვო სახეზე, უბრალოდ რაც მაქვს უკვე ნაყიდი ძალიან ბევრი პული მაქვს ამ ყოფილში გადახდილი და ძალიან მენანება რომ არ გამოვიყენო და ასე ვადა გავუვიდეს ხო და ახლა ვცდილობ რომ კვირაში ერთხელ მაინც წავისვა ეს რაღაცეები. 2024 წელმა აბსოლუტურად გამანადგურა. რაც მე სტრესი გადავიტანე 2024-ში, ყველაფრის გამოგონთ ცუდი რაღაცების გამო არა. ძალიან ბევრი რაღაცა მქონდა თავმოსაბმელი. ქორწილს და კონფერენციებს რო თავი დავანებოთ, დოქტორის ხარისხი დავიცავი ნოემბერში. შემოდგომაზე ჩემი გაქროვის მთავარი მიზეზი ეგ იყო, იმიტომ რომ დღე და ღამე მაგისტვის მემზადებოდი და მართლა სხვა არაფერზე ვფიქრობდი გარდა ჩემი სადოქტოროს დაცვისა. Over preparing რაც არის, ჩემი ხელმძღვანელის მეუბნებოდა რომ ზედმეტად ემზადებიო, მაგრამ საბოლოო ჯამში სარგებელი მოიტანა ამ ზედმეტმა მზადებამ. ვერც კი ბიოცნებებდი იმდენად კარგად ჩაიარა ჩემი სადოქტოროს დაცვამ. კი ვნერვიულობდი იქამდე, მაგრამ თვითონ დოქტორის ხარისხის დაცვის დღე როცა მოვიდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მაგ დღეს მეც ვეღარაფერს მომემზადებოდი და მართლა შევეცადე, რომ სიამოვნება მიმეღო. And to all of you for being here today. Thank you. Thank you very much for your very nice and on-time presentation. If I could ask our audio-video people to make sure that the mono... Translationally modified, we observe some modifications, but those are chemical modifications or caused by urea, for example. And ideally, we would like to investigate this. I've seen studies for other proteins, for example, HSP. Now, we look forward to the decision of the Doctoral Examination Committee in the Faculty of Science, which will decide whether the degree of Doctor of Philosophy will be granted to me. By the virtue of the authority vested in me by the management regulations of the Vrije Universiteit Amsterdam, Dea Kokishvili, the degree of Doctor of Philosophy. Graduating with a thesis containing 8 chapters of this quality and also of this diversity, ranging from experimental work to highly technical computational work, is a major achievement. And it's truly outstanding. You can and should be enormously proud of this. You did not only write these 8 chapters, you also actually finished your thesis before the 4 years that are standing for this. You have the most impressive CV I've seen for a newly graduated PhD student, having 12 published papers in good journals, half of which your first author on is also an outstanding achievement. I've started to suspect for a while that in fact you have some superhuman qualities. And let me just explain to you why. So every project you start, you bring to an excellent ending. One of your amazing qualities is that you're extremely resilient and you will not give up, whatever happens. And even when I think it is impossible, and I have to be honest, I did think some of the things you tried were impossible, but I didn't always tell you that. It turns out that you're also very good at ping pong. You've been a very valuable member within the group. Open the other side so that people can see. ესე ჩამოგიждდებით და მოგიყვებით კიდე რაღაცებს. სანამ ეს ყველაფერი შემაშრება სახეზე, ჩემი პოსტდოქტორანტურა, რომელიც შეეხება პრიონულ დაავადებებს, დავიწყე უტრეხტის უნივერსიტეტში სექტემბერში. როგორც კი კონტრაქტი დამემთავრდა ჩემი PhD-ის, მაშინვე დავიწყე პოსტდოქტორანტურა. როცა ვემზადებოდი, ან ხო ჩვეულებრივ მუშაობდი მაინც და საღამოობით ვემზადებოდი ამ ჩემი დაცვისთვის. როცა ჩაიარა მე ჩვეულებრივ ჩემი სამსახურის გაგრძელება ხომ მომიწია ეს რაც საქმეები მქონდა და სტუდენტები და რაღაცები მისახედი. ამ მასობაში გავხდით სულდად ვირუსი შემოხვდა, ყველას ქონდა ეგ ვირუსი, მე მგონი, მაგრამ ორჯერ შემოხვდა ვირუსი, ანუ ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული წლის ბოლომდე სულდად ვიყავი. ხან ხმარ მქონდა, ხან მახველებდა, ხან სურდო მქონდა. დეკემბრის ბოლოს მე და დევიდი წავედით ნორვეგიაში
რამდენიმე დღით და მთელი ეს რამდენიმე დღე ცუდად ვიყავი. გუნდა კეთდება? არა. Oh, Can't tell you that. snowflake. How are you feeling? I'm feeling great. How are you feeling? Lillehammer, highly recommended, I would say. I did it in tougher climate, snow, but doable for sure. We're lucky with the weather, except the view is a bit hurt by the clouds, but I still think it's pretty. Just do a belly first. 3, 2, 1, jump! Backwards, do a snow angel. მე შვედეთში ვიყავით შობის აღსანიშნავად დევიდის ოჯახთან და მე ბერლინში წავედი ლაშასთან ერთად მოშევხვედრილიყავი ახალ წელს და ლაშასთან რომ ჩავედი მაშინ დავიწყე ცოტა გამოკეთება მე და ლაშა უბრალოდ ფილმებს უყურავდით რამდენიმე დღე აბსოლუტურად არაფერი ვიკეთებია ბერლინში იანვარი როგორი თვია კი მოგეხსენებათ მე და დევიდს უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი გვაქვს რომ შვედეთში გვინდა გადასვლა საბოლოოდ და დევიდს შემოთავაზება ჰქონდა რამდენიმე კომპანიიდან და ერთ-ერთს დათანხმდა დაიწყო უკვე სტოკჰოლმში მუშაობა და გადავიდა ერთი კვირის წინ. ამასობაში მეც ვაგზავნიდი ვაკანსიები, რაც შემხდებოდა შვედეთში სტოკჰოლმის გარშემო ყველგან და იანვარში მქონდა გასაუბრებები და 1-2 კვირის წინ შემოთავაზება მომივიდა უფსალოს უნივერსიტეტიდან, ასევე პოსტდოქტორანტურაზე. პერსონალიზირებული მედიცინის დეპარტამენტია უფსალოს უნივერსიტეტში და მან გავაგრძელებ ჩემს აკადემიურ მოღვაწეობას სამეცნიერო კვლევებს ივლისიდან. რადგანაც მიმდინარე პროექტები მაქვს და მინდა ეს პროექტები რომ დავამთავრო, დავხურო ეს თავები და დავიწყო ახალი საქმე შვედეთში, როცა აღარ მექნება ეს რაღაცები გასაკეთებელი მისჩევნია, თან 2 მაგისტრანტი მყავს და რამდენიმე PhD სტუდენტი, რომლებსაც ვეხმარები და ხელმძღვანელობ და ამ მაგისტრანტებმა ეხლა დაიწყეს თავიანთი პროექტები და ზაფხულამდე შევეცდები რომ დავამთავრებინო და ბოლომდე მივიყვანო, რომ ესე შუაგზაში მოკლედ არ მივატოვო ეს ბავშვები. იმაზეც არის დამოკიდებული ბინას ვნახავ თუ არა, ან დევიდი ნახავს თუ არა, იმიტომ რომ შვედეთშიც არა ამარტივი სახლების ძიება და ეხა დევიდისაც ცხოვრობს იქ მე ვერ გადავალ, იმიტომ რომ მარტო ძალიან პატარა ოთახი აქვს ნაქირავები და ესე შორეულად მოგვიწევს ცხოვრება რამდენიმე თვე, მაგრამ პირველად არ გაგვიკეთებია ესეთი რაღაცა და მიჩვეულები ვართ ეგეც და მეც. მთელი 2024 წელი ხო ქაოსი იყო სრულ ჩემი ცხოვრება და დავლაგდი რაღაცა დოქტორანტურა დავამთავრე, დავიცავი, ახალი სამსახური ვიშოვე და ეხა ეს ძველი სამსახურია დასამთავრებელი და ბოლომდე მისაყვანი. და მგონია რომ 2025 წელით საკმაოდ რთული იქნება ჩემთვის და დევიდისთვისაც, იმიტომ რომ აი აქ რასაც ხედავთ ამ სახლში ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და მიწერთ ხოლმე რომ საყვარელი სახლია, მაგრამ ეს ყველაფერი, დეკორაციები და რაც ესეთი საყვარელი არის ყველაფერი ჩემი მოტანილი, ჩემი ნაყიდი, ჩემი გაფორმებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შვედეთში ვერ წავიღებთ, მომიწევს რომ შეველიო. ეს პოსტერი მაგალითად არის ალბათ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი რაღაცა ამ სახლში. ეს პოსტერი ჩამოვიტანე გუგენჰაიმის მუზეუმიდან, ნიუ-იორკიდან და ჩამოვიტანე ჩვეულებრივ დახვეული და მე ეს ჩარჩო ვუყიდე, სანამ ეს ჩარჩო მოვიდა, სანამ ჩავსვით ამ ჩარჩოში რაღაც, ამ ჩარჩოს ხო ვერ წავიღებ. ახლა მომიწევს რომ იქაც ვუშოვო ესეთი ჩარჩო. ეს არის ჩემი სადოქტორო ნამუშევარი. ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. ონლაინ გამოქვეყნებულია, ნებისმიერ შეუძლია ჩამოტვირთვა თუ ამისი გადმოწერა და წაკითხვა. ასე რომ არ გეგონოთ რომ მხოლოდ რამდენიმეს მიუწვდება ხელი ესეთი რაღაცა მოკლედ. 2 კითხვას გავეცი პასუხი, ხო? ერთი კითხვა, სად ხარ დაკარგული? მაგას გავეცი პასუხი, ხო, სად ვიყავი ამდენი ხანი დაკარგული და როცა არ ვიყავი დაკარგული და როცა რაღაცის კეთება შეიძლებოდა მომდომებოდა, ისეთი ამბები ხდება, რომ
აღარ მინდება მერე. უტრეხტს რაც შეეხება, უტრეხტში ვცხოვრობ, ახლა ამსტერდამში არ ვცხოვრობ. უტრეხტი არის დაახლოებით 9 საათის მოშორებით ამსტერდამიდან. საერთოდ არ არის შორი. მატარებლით 20 წუთიც არ უნდა სადგურიდან სადგურამდე. უტრეხტი ჯერჯერობით არ მომწონს. 9 წელია უკვე აქ ვარ ივნისიდან მოყოლებული და ჯერ ვერ შევეგუე. როგორც ქალაქი ესე ძალიან პატარა მეჩვენება, სასიარულო არსად არ არის, პარკი ახლო არ მაქვს, ისე რომ ვირბინა და დავრბივარ მარტო ერთ ადგილას და ძალიან მომბეზრდა ეს ყველაფერი. ასე რომ ამსტერდამი მენატრება ცოტა არ იყოს. ასე რომ სადღაც 5 თვეზე ნაკლები მაქვს ამ სახლში დარჩენილი და ნელ-ნელა ვფიქრობ თან რას შეველიო და ვცდილობ რომ მე ხო შოპაჰოლიკი ვარ ცნობილი და ვცდილობ რომ ბევრი აღარაფერი ვიყიდო, ან თუ რამეს ვიყიდი, ვცდილობ რომ დიდი რაღაცები არ ვიყიდო. როგორ დავიღალე ამ ყველაფრით, იცით, გუშინ დედაჩემს ვლაპარაკებოდი, რომ აი აღარ შემიძლია მეთქი. 2018 წელს წამოვედი საქართველოდან ჩემი მაგისტრატურისთვის. ისეთ სახლებს ვთვლი, სადაც მიცხოვრია 1 თვე და მეტი. 13 ბინა მაქვს გამოცვლილი. ან დიდი ხნით ნაცხოვრები და ან Airbnb და 1 კვირა და 2 კვირა დარჩენა არ ითვლება ამაში. ჯერ ხო სადღაც უნდა გადავიდე ხა შვედეთში. სანამ რამეს უკეთეს ვნახავთ, ალბათ სტუდიო საცხოვრებელში ისევ მაქსიმუმ ან სტოკჰოლმში ან უფსალაში და მერე კიდე მომიწევს სადღაც გასვლა. ანუ მინიმუმ 2 ჯერ მაინც უნდა გამოვიცვალო კიდე საცხოვრებელი. ამსტერდამიდან რომ გადმოვედით აქ რაც კი გქონდა, მე მგონი 9 რაღაც ან გადავყარეთ, ან გავაჩუქეთ, ან გავყიდეთ. და მაინც ძალიან ბევრი რაღაც დაგვიგროვდა, ანუ აი ეს სკამი მაგალითად რომელიც აი ეს ვიყიდეთ, ეს კარა დავიყიდეთ, აი ეს მაგალითად კიდე რა ესენი თავისთავად ეს მაგიდები, სუნელების კუთხე, რამდენი დღე მოვუნდი ამის კეთებას, სანამ მაღაზიებში არ ქონდათ ეს ამდენი კილა. სხვა შორის Zara Home-დან გამოვწერა ეს და ძალიან კმაყოფილი ვარ. ესეთი მუქიც იყო და თეთრის გამოწერა ცოტა მეშინელა, რომ გაიჭუჭყება მეთქი მარტივად და ფერი შეეცვლება და რაღაც, მაგრამ საერთოდ არა. მინი ვლოგების გადაღება დავიწყე. მაშინ რა შევიდე ფორმაში და რაღაცების გადაღება ხელახლა ვისწავლო. ხა და ამ ვლოგში ვამბობ, რომ დილით თბილ წყალს ვამეთქი და იმდენი კომენტარი წამოვიდა, რომ ზოგმა გამკითხა, რომ თბილი წყალი რა არისო დილითოდან ცუდი რჩევა არისო და რაღაც არ მწყურდება დიდად და ზამთარში განსაკუთრებით, როცა სულ მცივა, ცივი წყლის დალევა არ მინდება, მარტო ვსვამ ხოლმე ჩაის და ყავას. და მბეზრდება ეს ჩაიც და ყავაც და თან კოფეინს შეიცავს და არ მინდა რომ ჩაი და ყავა ვსვამ მარტო. რადგანაც ცივი წყლის დალევა არ მინდა, ესეთი მარტივი გადაწყვეტილებაა, რომ უბრალოდ ანადუღარი და შედარებით შეციებული წყალი დავლიო. ბევრად უფრო მარტივად ისმევა. და დილით კარგია ამ ორგანიზმის გაღვიძებისთვის პირდაპირ ყავა რო არ მივაყოლო, ან საკვები ან რაღაც დილით როცა ვიღვიძებ, ან ორგანიზმს რო ცოტა ხანი დააცადო, წყალი ხო არაჩვეულებრივია და ამ ცივ წყალს ვერ ვსვამ და ამიტომ ვსვამ ანადუღარ თბილ წყალს, რომ მარტივად გადავიდეს და არ გაგიკვირდეთ, ან დილით ვცდილობ ხოლმე, რომ სანამ სხვა რაღაცებს მივიღებ და კბილებს ვიხეხავ პირველ რიგში და მერე ვსვამ თბილ წყალს. ეს თბილი წყალი ვადუღებ ხოლმე, ონკანიდან ცოტა ცივ წყალს ვიღებ და მერე ვანელებ და ცხელ წყალს ვასხავ შიგნით, რომ მალე გაცივიდეს, თორე იმდენად დიდი ჭიქა მაქვს ამას, რომ დავაცადო 9 საათი არ გაცივდება და სანამ ამ თბილ წყალს დავლებ, ამასობაში ხომ უნდა გავემზადო დილით, როცა მივდივარ უნივერსიტეტში. მოკლედ ესეთი ამბავი ეს. ჩემი საყვარელი თმისამაგრი დამივარ და დღეს რო ვიღებდი და ერთი კბილი მოწყდა. მოჭამა 9000 წელიწადი მე მგონი. მაგრამ მაინც ჯერ კიდე იჭერს მას ასე რომ გამოვიყენებ, სანამ ყველა კბილი არ მოწყდება მე მგონი. როცა ამას ვაკეთებ, საერთოდ აღარაფერზე აღარ ვფიქრობ. მედიტაციასაც არის. თქვენთვის არ მithქვამს, რომ ვუფი ვიყიდე როგორც იქნა. ანუ Apple Watch ხო აღარ მიკეთია ადრე რომ ვიყიდე. ესეთი wearables რაც არის ხო, Apple Watch-ი მსგავსი საათები და მძულს ყველაფერი არის საშინლად უშნო. მათ შორის ესეც, მაგრამ ეს საათი მაინც არ არის და ეკრანი რო არ აქვს, ჩემთვის არის ძალიან დიდი პლუსი ეს. ბიჭებს როცა უყურებ ხოლმე რომ უკეთიათ, ბევრად უფრო უხდებათ, იმიტომ რომ დიდი მაჯა როცა გაქვს, ეს ბევრად პატარა ჩანს და უფრო ლამაზია. მაგრამ ჩემზე, ანუ აი ეს რაც არის მაჯის სიმსხოა და ძალიან არ მომწონს, როცა მიკეთია, მაგრამ რადგანაც ზამთარია, ფარავს ზოგადად ტანსაცმელი და ამიტომ არ მაწუხებს. ზოგადად ისე უფით ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ზომავს, თქვა რიქავერის გიზომავს დილობით, როცა იღვიძებ და
გეუბნება ვთქვათ რამდენად შეგიძლია თქვენ თავს მიაწვე და URG-ში ანუ strain targets გეუბნება და ვთქვათ დარბი ხარ თუ რას საკეთებ იმის მიხედვით გეუბნება რომ აი კიდე შეგიძლია რომ URG-ში ან თუ მაგალითად recovery გაქვს ძალიან დაბალი და წითელ ზონაში გაიღვიძე ან ყვითელში მაშინ გეუბნება რომ დღეს შეგიძლია რომ სასეირნოდ გახვიდე მაგალითად ან იოგა გააკეთო ან stretching exercises და ამასთან ერთად ძალიან ბევრ საჭირო რაღაცას ზომავს მათ შორის არის heart rate variability ანუ HRV რაც არის ჯანმრთელობის ძალიან კარგი საზომი და ზოგადად fitness-ის და wellness-ის მიკეთია ოქტომბრის მერე თუ არ ვცდები და ძალიან კარგად ჩანს ჩემი სადოქტორო ხარისხის დაცვამდე ის ერთი თვე როგორი ჩავარდნილი მქონდა მე როგორც მონაცემთა ანალიზით შეპყრობილი ადამიანი ჩემთვის ესეთი მონაცემების ყურება და გრაფიკების გაანალიზება და რაღაც არის საუკეთესო საყვარელი საქმე ყოველ დღე. რა მოქმედებს ჩემზე. ყველას ალბათ ეს არ ჭირდება, მაგრამ მე იმდენად მიყვარს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები და განსაკუთრებით როცა მე მეხება და ვცდილობ ვისწავლო რა მუშაობს ჩემთვის და რა არა. ვუფი არის აბსოლუტურად იდეალური გამოსავალი. ციკლსაც აანალიზებთ, გეუბნება ვთქვათ, რომელ ფაზაში ხარ და რა შეიძლება შენზე მოქმედებდეს. ვუფში დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ ბოსტონში აქვთ ოფისი და რამდენჯერმე აპლიკაცია გავაგზავნე, მაგრამ რომც მიმიღონ დევიდს ბოსტონში გადასვლა ნამდვილად არ უნდა. ასე რომ იმედი მაქვს, ოდესმე ვუფი ევროპაშიც იქნება, ეკნებათ რამე განყოფილება რისერჩის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში ოდესმე ვიმუშავებ ესეთ კომპანიაში. გიჟდები wellness და health data-ზე ზოგადად. და რადგანაც გიჟდები და რადგანაც ვუფი არის ჩემი dream კომპანია სამუშაოდ მაგიტო ვიყიდე, რომ ერთი წელი მაინც დავტესტო და გამოვცადო. სულ ესე მეკეთება თუ არა არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ერთ წელიწადში ბევრ რამეს ვისწავლი და თან ოდესმე მომავალში რაღაცა ალტერნატივა იქნება, რომ ესეთი რაღაცა საშინელება, დიდი რაღაცა band wearable არ მეკეთოს მაჯაზე. ვუფზე შემიძლია ლაპარაკი საათობით და მოგაწყენთ ძალიან. საქართველოში არ მგონია ძალიან პოპულარული იყოს უმეტესობას, მე მგონია Apple Watch უკეთია. ყველაფერს მირჩევნია ვუფი, ანუ აქ არის ვუფი და აქედან იწყება დანარჩენი სხვა ყველაფერი. და ეს რო არის ბეჭედი, Oura Ring, ეგეც ძალიან არ მომწონს, ან რამ სისქე და რამ ხელა ეგ ბეჭედი. ასე რომ რაღაცა ინოვაცია მჭირდება მოკლედ ამ wellness device-ების, თორე ესე აღარ შეიძლება. თან ძალიან მინდა რომ ეს მონაცემები მქონდეს და ვაგროვებდე და ვიცოდე როგორ ვარ, მაგრამ თან ესეთი რაღაცების კეთება არ მინდა. ეს ბერძნული იოგურტი, ეს ჩიას პუდინგი გავამზადე გუშინ ძალიან დიდ კონტეინერში და ესე ჯერ არ ამირევია იოგურტთან. უბრალოდ რძე დავასხი ჩიას და გავაჩერე ერთი ღამე და გაყინული ხილი, მოცვი და მანგო. დავამთავრე როგორც იქნა. სამართლოდ მოვეკეცი ამ წიგნს. ძალიან ისეთი wholesome ამბავია. ალუბლების ფერმაში ცხოვრობს ოჯახი და პანდემიის დროს არის ეს წიგნი დაწერილი, რომ ეს დედა, რომელსაც ყავს 3 შვილი და ქმარი, იხსენებს, უყვება თავის შვილებს თავის ისტორიას. მსახიობი იყო თეატრში როგორ თამაშობდა ერთ-ერთ სპექტაკლში, მერე როგორ დაიწყო მსახიობობა ერთ ფილმში რო გადაიღეს, მერე ერთ-ერთი ზაფხული, რომელიც ვითარდება ამ Tom Lake-ზე, ზაფხულის ამბები და ამ ყველაფერს ყვება წიგნის განმავლობაში. რაც არ მომეწონა და რამაც ცოტა დამტანჯა არის თხრობის სტილი, ცოტა მოსაწყენად წერია ეს ამბავი. ბოლო 20-30 გვერდი არის, მე მგონი საუკეთესო ამ წიგნში. თუ ამ წიგნის წაკითხვას გადაწყვეტ, ანუ კარგი წიგნია და შეიძლება ბევრს მოეწონოს, უბრალოდ ჩემთვის არ იყო ეს თხრობის მანერა ისეთი დამატყუებელი, როგორც თქვა ნინო ხარატიშვილის. მაგრამ თუ ამ წიგნის ყიდვას გადაწყვეტ, ჯობია იყიდოთ, ან თუ გაქვთ უკვე აუდიო წიგნის აპლიკაცია ნებისმიერი, მოусმინეთ ამის აუდიო წიგნის, იმიტომ რომ როგორც ვნახე Meryl Streep-ი ახმოვანებს. და დარწმუნებული ვარ, რომ ამის აუდიო წიგნი იქნება ჩვეულებრივ წიგნზე ბევრად უკეთესი. მე და დევიდი ნორვეგიაში რომ მივფრინავდით, მაშინ შევედით წიგნების მაღაზიაში და დევიდმა ერთი წიგნი აიღო რაღაცა და მე ეს ვიყიდე. კამდე რევიუები არაფერი ნანახი არ მქონდა განხილვა ამ წიგნის. აუდიო წიგნების აპლიკაციას ახლა აღარ ვიყენებ, ეს ბოლო 2 თვეა, მაგრამ თუ განვაახლე ჩემი subscription-ი შეიძლება კიდე ხელახლა მოვუსმინო უბრალოდ იმიტომ რომ მაინტერესებს Meryl Streep-ი როგორ ახმოვანებს. ხაშო საინტერესო კვირა მოქვს ახლა ეს მომავალი კვირა. სამშაბათს საღამოს მე და კლაუდია მივდივართ hot yoga-ზე. მე რა 4 შაბათს ჯგუფი მივდივართ
bouldering-ზე რაც არის ცოცვა ოღონდ თოკით როცა არ ხარ ჩამოკიდებული და უბრალოდ ცოცა. არასკევს მაქვს მასაჟი. სადოქტორო რო დავიცავი, ჩემო მეგობრებმა მეჩუქეს საათნახევრიანი deep tissue მასაჟი. მოგა სახის მასაჟი შედის. და ესა 14 თებერვალს ჩემს თავს დავუჯავშნა ეს ნახევარსაათიანი მასაჟი და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. და მე შაბათ-კვირას მე და კლაუდია გოგოებთან ერთად გვეგმავთ რომ იოგა სტუდიო ვიქირავთ, იმიტომ რომ კლაუდია ჩემ მეგობარი იყო წასული ბალიზე 1 თვე. იოგას მასწავლებელია, ეხლა დატრენინგებული და სერტიფიკატი აქვს, ხო და ვაპირებთ რომ იოგა სტუდიო ვიქირავთ რამდენიმე გოგოსთვის და ჩემი და კლაუდიას დაბადების დღეები აღნიშნოთ ერთად, ცოტა უფრო ადრე და თან ვალენტინობა. ეხლა კიდე 3 წიგნი რომელზეც უნდა მოგიყვეთ, რომელიც წავიკითხე / მოვუსმინე უკვე იანვარში. პირველი იყო The Paradise Problem. ნამდვილად არ ვურჩევ არავის, ანუ არაფერი განსაკუთრებული წიგნი არ არის, რატომღაც ამომიგდო Next Stories-ზე და მოუფრინავდი მაშინ. აღარ მახსოვს რატომ მოვუსმინე ამ წიგნს. ერთი ვარსკვლავი დავუწერე, მაგრამ ეგეც იმიტომ რომ ნულისთვის ცოტა შემეცოდა. I hope this finds you well. ეს კორპორატიულ სამყაროზე, რომელიღაცა კომპანიაში ერთი გოგო მუშაობს და ეზიზღება თავის სამსახური. ყველა თავის თანამშრომელი და თავისი ცხოვრება, მოკლედ. ერთხელაც გააგზავნის emails შემთხვევით. ოღონდ ისეთ emails, რომელიც არ უნდა გაეგზავნა, მოკლედ შემთხვევით დაწერს რაღაცას და იმის მაგივრად რომ წაეშალა ამ ფერი შეეცვალა ტაქსისტვის, გაუგზავნის ამ ადრესას. ამის გამო, რა თქმა უნდა, ყველა ნახავს ამის emails. რა თქმა უნდა დასაჯონ ხა ეს გოგო. უნდა გაცხრილონ ეს თანამშრომლები და ბევრი უნდა გაათავისუფლონ იმ პერიოდში, მოკლედ და ერთი HR იყავთ დაქირავებული, რომელმაც უნდა ამოირჩიოს, ვის გაუშვებენ სამსახურიდან. და ამ გოგოს ეუბნებიან, რომ რაღაცა ესეთი შედეგი ხო უნდა ქონდეს შენს ასეთ აქციელსა და მოკლედ რაღაცა ტრენინგებზე დაარეგისტრირებენ, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენა შენს თანამშრომლებს და მოკლედ კოლეგებს და კარგი თანამშრომელი როგორ უნდა იყო. ამ ყველაფერთან ერთადო იმეილებს გაგიკონტროლებთო. და რაღაცა setting-ი უნდა შეუცვალონ კომპიუტერში, რომლის საშუალებითაც ამის იმეილებს გააკონტროლებენ. იმის მაგივრად, რომ ეს setting-ი გააკეთებინათ სწორად, ავტორიზაციას მისცემენ ამ გოგოს და ყველას იმეილს, ყველას message ნახულობს კომპანიაში თავის კოლეგების ვინც არიან. მეც აღარ მოგიყვებით, უბრალოდ თუ დაგაინტერესებთ, აღარ დაგასპოილერებთ, მაგრამ ძალიან სახალისო წიგნია. ლაშამ ჩემი რეკომენდაციით წაიკითხა, არ მოусმენია და ლაშასაც ძალიან მოეწონა, ასე რომ ასეთი არაჩვეულებრივი ძალიან სუნზირა წიგნია. ნინო ხარატიშვილის ჩემი საყვარელი ორეული, მე მგონი ესე ქვია, My Soul Twin, ესე ქვია ინგლისურად. სიტყვები არ მაქვს, მოკლედ ნინო ხარატიშვილმა რა უნდა დაწეროს ისეთი, რომ მე არ მომეწონოს. 10-დან 10-ია, 5 ვარსკვლავი კი არა, 10 ვარსკვლავი. წიგნი ავიღე თუ არა ხელში არ დამიდია, სანამ არ დავამთავრე. ესე ბოლოს როდის ვისიამოვნე ბოლო პერიოდში წიგნის წაკითხვით არ მახსოვს. She Can Do No Wrong. შემდეგი წიგნები, რომელიც მაქვს რიგში წასაკითხად, პირველი არის სალი რუნის ინტერმეზო, რომელიც მაჩუქა ჩემმა ხელმძღვანელმა დისერტაცია რა დავიცავი მაშინ. ეს იყიდა დევიდმა, მე როცა ეს Tom Lake ვიყიდე, მაშინ იყიდა დევიდმა და რატო იყიდა ეს წიგნი არ ვიცი, მაგრამ სახლში დევს და ბარემ წავიკითხავ ალბათ. ეს ვიყიდე The Lantern of Lost Memories და ელიფ შაფაკის There Are Rivers in the Sky. აქვე დავასრულებ ამ ვიდეოს და დავიწყებ დამონტაჟებას, რომ ეს კვირა საღამო გამოვიყენო. ნეტა კიდე ერთი კვირა თენდებოდეს ხვალ და კიდე ერთი დღე მქონდეს ორშაბათამდე. მართლა შევეცდები, რომ კიდე 5 თვე არ დავიკარგო, მართლა. პატარა ვლოგებს მაინც დავდებ ხოლმე და როგორც კი რამეს დავდებ, მაშინვე გეტყვით ან Instagram-ზე ან TikTok-ზე, ასე რომ არ გამოგეპარებათ. ძალიან მიყვარხართ და გკოცნით. ბედნიერი კვირა.